2024 წელს აქციის მონაწილე იყავი და დღეს ქართული ოცნების საარჩევნო სიაში ხარ. როდის მივხვდი, რომ აქციაზე დგომა შეცდომა იყო? ყველაფერი, რაც ეკრანიდან ჩანს, არ არის სიმართლე. და ეს მე მიმაჩნია, რომ არის თვითონ ოპოზიციის მიერ დადგმული სპექტაკლი. მეგობრებთან დაგეძაბა ურთიერთობა? ბუნებრივი. როცა შენ მიიღე პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არ არის ისეთი სწორი შეკითხვა. საინტერესოა ახლა რუსთაველზე ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს რას ეტყოდი? ძალიან მარტივ რაღაცას ვეტყოდი, რომ მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია ლუკა ძაძამია. ლუკა, გამარჯობა. გამარჯობა. დიდი მადლობა, რომ გვესტუმრეთ დღეს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. და ვფიქრობ საინტერესო ინტერვიუ გამოგვივა. დარწმუნებული. დაძაბული კითხვებისთვის თუ ხარ მზად? რა თქმა უნდა. სხვას არ ცდილობ. მაშინ სანამ ჩაწერას დავიწყებთ, გეტყვი, რომ სტუდია არ მომარტყა თავში, კარგი? ვეცდები. კითხვებს გააჩნია. კი ბატონო. 2024 წელს აქციის მონაწილე იყავი და დღეს ქართული ოცნების საარჩევნო სიაში ხარ. როდის მივხვდი, რომ აქციაზე დგომა შეცდომა იყო? სიმართლე რო გითხრა, რასაც ოპოზიციური მედია ბუნებრივი არ გამოაშუქებს, მაგრამ ბევრმა ადამიანმა ისედაც იცის, ვინც ამ ოპოზიციურ მედიასთან კომენტარი გააკეთა, არასდროს არ ვიყავი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელი და მით უმეტეს არანაირი ოპოზიციური პარტიული კუთვნილება არ გამაჩნდა. იმ მომენტში მე ვგრძნობდი, რომ უბრალოდ ვიყავი მოქალაქე ყოველგვარი პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე, რომელიც მაქსიმალურად ობიექტურად ცდილობდა მიმდგარიყო კონკრეტული საკითხებისგან. არასდროს დამიმალავს, რომ მართველი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნა სავალდებულოდაც და აუცილებლადაც მიმაჩნდა, რის გამოც ბევრი ოპოზიციის მხარდამჭერი აქეთ მე მიპირისპირდებოდა მაგის გამო, თუმცა იყო რაღაც საკითხები, რაც იმ ასაკში და დღევანდელი მედია საშუალებების დეзинფორმაციისა და პროპაგანდული სურათის დახატვის ცდილობების ფარგლებში სხვანაირად ჩანდა, რაც ჩემში იწევდა იმ უკმაყოფილების შეგრძნებას, რის უბრალოდ გამოხატულებადაც მიმაჩნდა თუნდაც იმ რუსთაველის აქციებში მონაწილეობა. ბუნებრივია რა შეხედულებაც არ უნდა გაჟღერდეს სრულად სიცრუეა, რომ მე იქ ანტისახელისუფლებო განაცხადებს ვაკეთებდი, რომელიმე თანამდებობის პირის გადადგომას მოვითხოვდი, ან თუნდაც ვინმეს შეურაცხყოფას ვაყენებდი, პირიქით ყოველთვის პოლიტიკაში პატივისცემისა და ურთიერთაზრების გაცვლის მომხრე ვიყავი, როგორც მართველი გუნდის მხარდამჭერების მხრიდან, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდანაც არაერთი აზრი მომისმენია და გინდ სწორი მიმაჩნდეს, გინდ არასწორი, მაქსიმალურად ყველას პატივისცემით ვუდგებოდ. და ანალოგიური მოლოდინი მქონდა მთელი ცხოვრება, რომ ჩემს გამოხატულ შეხედულებასაც ანალოგიური ნეიტრალური პატივისცემით მიუდგებოდა საზოგადოება. როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღე და ქართული ოცნების პროპორციულ სიაში მოხვდი. ჯერ მაინტერესებს შემოთავაზება იყო პარტიისგან თუ შენ მქონდა რაიმე ისეთი ამბიცია, რომ პროპორციული სიის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო? პოლიტიკური ამბიციები მთელი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში გამაჩნდა, სულ ხედავდი, რომ ჩემი ინტერესებიდან, ჩემი თუნდაც კონკრეტული კომპეტენციიდან თუ სულისკვეთებიდან გამომდინარე საბოლოო ჯამში პოლიტიკურ ასპარეზზე ამოყოფდი თავს, ეს უბრალოდ როდის შეკითხვა იყო. და როდესაც ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდა და პარტიულ სიაში, პროპორციულ სიაში ჩაწერა და საკრებულოს კანდიდატობა შემომთავაზეს, არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, არა იმიტომ, რომ დასადგენი იყო მსურდა თუ არა ეს. სამშელო იყო, მზად ვიყავი ამისთვის თუ არა, ხვდებოდი რა წნეხი წამოვიდოდა, რა რაოდენობით თავდასხმა წამოვიდოდა როგორც ჩემზე, მაგრამ ასევე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ჩემს ოჯახის წევრებზე და ჩემს ძვირფას ადამიანებზე და ეგ იყო ერთადერთი პრობლემატური საკითხი ამ გადაწყვეტილების მიღებაში. თუმცა საბოლოო ჯამში ჩემი ეროვნული რწმენიდან გამომდინარე, ჩემი პოლიტიკური იდეოლოგიიდან გამომდინარე, რომელიც ისედაც თავიდანვე თანხმდრაში იყო მართველი გუნდის როგორც საგარეო, ასევე შიდა სახელმწიფოებრივ სტრატეგიებთან მიმართებით იმ დონეზე მჭიდროდ იყო ერთმანეთთან გადაბმული, რომ ჩავთვალე, რომ უკვე სწორი დრო იყო და უნდა მესარგებლო ამ შესაძლებლობით, რომ 21 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი გამხდარიყავ. ოჯახი ახსენე. მეც ყოფილი ვარ ამ ყველაფრის მსხვერპლი, როდესაც ბულინგის დროს, როცა ჩვენ არ გვაქვს რეაქცია და გათვითცნობიერებული ვარ, შეიძლება რა მოხდეს. შემდეგ ესე ვთქვათ, ჩვენ გასაღიზიანებლად ჩვენ ოჯახის წევრებს ესე ვთქვათ ანერვიულებენ, ხო ეგრე? როცა შენ მიიღე პოლიტიკური გადაწყვეტილება, იცოდი, რომ ბულინგი მოყვებოდა ოჯახის წევრებთანაც. ამის გადალახვა როგორ შეძელი?
პირველ რიგში დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ამ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს, ჩემს მშობლებს და ამავდროულად ჩემს ახლო მეგობრებს, რომლებმაც სრული მხარდაჭერა გამომიცხადეს ამ გადაწყვეტილების მიღებაში და როგორც მე გამაჩნდა ეს მორალური სამზადისი იმ დაბრკოლებებისადმი, რასაც მოველოდით მომავალში, თვითონაც ანალოგიურ მზადების პროცესში იყვნენ, იმ დონეზე დარწმუნებულნი არიან და იმ დონეზე სჯერათ ჩემი და ჩემი ამბიციებისა და შესაძლებლობის, რომ ეს გვერდში დგომა გამომიცხადეს და თავიდანვე არა მხოლოდ მე გავედი ბრძოლის ველზე და არა მხოლოდ მე შევხვდი ამ დაპირისპირებას, არამედ ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და ჩემი ძვირფასი ადამიანები მიმაგრებდნენ პირველივე დღიდან ზურგს და ამის გამო მადლობის მეტი თითოეულ მათგანისთვის არაფერი არ მეთქვის, იმიტომ რომ ამ მშვენიერი ხალხის მხარდაჭერა რო არა, მით უმეტეს ამ ასაკში და მით უმეტეს ამ მასშტაბის თავდასხმის ფარგლებში ძალიან რთული იქნებოდა როგორც მორალურად, ასევე ქვეცნობიერად ამ ყველაფრის გაძლება, მაგრამ მე საგამონაკლისო შემთხვევა აღმოჩნდი სწორედ ამ ხალხის დამსახურებით. საინტერესოა ახლა რუსთაველზე ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს რას ეტყოდი? ძალიან მარტივ რაღაცას ვეტყოდი, რომ ყველაფერი რაც ეკრანიდან ჩანს, არ არის სიმართლე და რასაც უყურებენ და რასაც აღიქვამენ, არის ერთი დიდი ფართო სურათის პატარა ფრაგმენტი, რომელიც ყოველგვარი კონტექსტის და წინაპირობების გარეშე ბუნებრივია, საკმარისი არის იმის, რომ შეგექმნას სრული სურათის ილუზია. თუმცა ყოველთვის უნდა მიუდგე ობიექტური და ცივი გონებით და დასვა შეკითხვა, ახლა რა სცენასაც ვხედავ ეკრანზე, ახლა რა სიტუაციის შემსწრეც ვარ. ამის წინ რა ხდებოდა, ამის უკანა ფონზე ვინ რა თქვა, ამის მიღმა რა მოქმედებები განხორციელდა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა და ეგ არც დამიმალავს და არაერთხელ თქვი საჯაროდაც, რომ ზოგადად ოპოზიციური პარტიების მთავარი შემუშავებული სტრატეგია ჩემი აზრით არის რაციონალიზმის ჩახშობა სენსიტივიზმით. რას გულისხმობ ამაში? როდესაც შენ მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიას უყურებ, ეკრანზე ხედავ ახალგაზრდების ხშირ ფიგურირებას, ხედავ კონკრეტული ფიზიკური დაპირისპირებების სცენებს, სადაც აქცენტი სწორედ ამ ახალგაზრდების წინააღმდეგ არის გავლებული, შენ ცივი და რაციონალური გონება გეკარგება, იმიტომ რომ ადამიანი ხარ, იმიტომ რომ გულით ფიქრობ რაღაც ეტაპში და საკუთარ თავს არ უსვამ შეკითხვას. ახლა ეს დაპირისპირება რატო მოხდა? რა იყო ამის წინაპირობა? შენ უბრალოდ ხედავ ახალგაზრდა ადამიანს, რომელზეც გული შეგსტკივა. შეიძლება მის ადგილზე საკუთარ შვილს წარმოიდგენდე, საკუთარ მეგობარს წარმოიდგენდე და ეს რაციონალურ შეკითხვებამდე გზას გიხერგავს. და როგორც კიდევ ერთხელ ან ორჯერ გამოიჭერ საკუთარ თავს, რომ აი ეხლა რომ დავსვი სწორი შეკითხვა და სწორედ ვცადე კონტექსტი გამეაზრებინა ამ სურათის მიღმა და აღმოაჩენ უკვე იმ რეალობას, რომელსაც თურმე ეკრანზე არ გაჩვენებენ, მე უკვე ეს ინსტინქტში გადაგერთვება, რომ ყოველ ახალ ამბავს, ყოველ სიუჟეტს და ყოველ გადაცემას ამ თანდართული რაციონალური შეკითხვებით მიუდგები, რომ აი ამას რატო არ მაჩვენებენ? ეს რო სიმართლე იყოს, ხო, ესეც გამოსაჩენი იქნებოდა, რაღაცას ხო არ მალავენ, რაღაცას ხო არ манипуლირებენ და ასე შემდეგ. მეგობრებთან დაგეძაბა ურთიერთობა? არა, სხვათა შორის. მე პირადად ვინც მიცნობს, ვისთანაც მეგობრობ და ვახლობ, ყველა მიცის რა მიზნები მომოძრავებს, რა სულისკვეთების ადამიანი ვარ და მათ შორის ბუნებრივია თბილისია პატარა ქალაქია და ოპოზიციურად განწყობილი მეგობრებიც მყავს რამდენიმე, ძალიან ახლო მეგობარიც არის და თითოეული მათგანი ხარს მიჭერს მე როგორც ინდივიდს ამ პოლიტიკურ ასპარეზზე, ძალიან ბევრი მიჭერს ხარს როგორც ქართული ოცნებისა და მმართველი გუნდის წევრს და დარწმუნებული ვარ არც ერთ მათგანს ეჭვი არ ეპარება იმ კეთილსაქმეში, რის გაკეთების სურვილიც გამაჩნია და იმ მიზნებში, რამაც ჩემი თანხმობა გამოიწვია ამ შესაძლებლობას. ძალიან ბევრი მაგალითი შემხედრია ცხოვრებაში, რომ მეგობრებს პოლიტიკური შეხედულების გამო ურთიერთობა საკუთარ დაუკარგავთ და შეუწყვეტიათ. ძალიან კარგია, როცა მეგობრები, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, მიჯნავთ პოლიტიკას და მეგობრობას. მე ამას ურჩევდი ჩემს გამომწერებს და ჩემს მეგობრებს, იმიტომ რომ ძალიან ცუდია პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანის დაკარგვა. კი, ბუნებრივია. მოვეთანხმებიან ყველაფერს. რა თქმა უნდა, გეთანხმებ. საბოლოო ჯამში ჩემი აზრით მანდ არის ერთი მთავარი პრინციპის გააზრება მნიშვნელოვანი, რომ ჩემი აზრი და შენი აზრი უბრალოდ ჩვენი ფიქრების გამოხატულება არის და მანდ უნდა დასრულდეს. მით უმეტეს ისეთ საკითხზე, როგორც არის პოლიტიკა, მე მიუღებლად მიმაჩნია პირად და ყოველდღიური ურთიერთობები პოლიტიკურ შეხედულებებზე იყოს დაფუძნებული და შეიძლება მშვენიერი მორალისა და მშვენიერი ადამიანობის პიროვნებას შენთვის იმ დონეზე მორალურად მიუღებელი პოლიტიკური შეხედულება ქონდეს, რომ აქედან გამომდინარე მისი პიროვნული თვისებები არ უნდა განსაზღვრო. ეგ პრინციპი მომოძრავებდა მთელი ცხოვრება და ახლაც ანალოგიურად. შენს ნაბიჯს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კრიტიკა მოყვა. შენს მიმართ წარსულში კრიტიკა გიშლის თუ არა ახლა ხელს შენ საქმიანობაში? არავითარ შემთხვევაში პირიქით
ეს ერთ-ერთი ჩვენი მხარდამჭერის ჩვენი პარტიის ამომრჩევლის მესიჯი იყო სხვათა შორის, როდესაც ეს პირველი რამდენიმე დღე იყო და ეიფორია მოყვებოდა, თავიდან ყველა კი მეუბნებოდა კომენტარებს არ მიაქციო ყურადღება, იქ 1000 ადამიანი მოგწერს პასუხი არ გასცე ან არ წაიკითხო საერთოდ, მაგრამ რთულია რა 21 წლის ხარ და Facebook-ზე დღეში 3 მესიჯი თუ გქონდა, ეხლა შეიძლება 300 შემოდიოდეს და ერთი ასეთი მესიჯი გავხსენე ჩვენი ამომრჩევლისგან, რომელიც მეუბნებოდა, რომ გამამხნევა წარმატებები მისურვა და მითხრა, რომ შენ რამხელა წინააღმდეგობაც დაგხვდა გზაზე, სწორედ იმას ანიშნებს, რომ სწორ გზაზე დგახარო და თითქოს ასეთი მარტივი წინადადება არის, მაგრამ მე ფიქრებში გამყვა და სულ ფიქრდებოდი, რომ მე რო ახლა სწორ გზაზე არ ვიდგე და მე რო ახლა სწორ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ ვიღებდე, საზოგადოება და მით უმეტეს რადიკალურად განწყობილი ოპოზიცია ამ ხელა შეტევას ჩემზე არ წამოიღებდა, არ ვიქნებოდი მათთვის ასეთი ინტერესის საგანი, მე რო მართლა სწორი მიმართულებით არ გადამედგას ეს ნაბიჯი. მე მაინტერესებს იმ მეგობრებთან თუ გაქვს კომუნიკაცია, ვისთან ერთადაც დადიოდი ხოლმე რუსთაველზე აქციაზე და თუ აგრძელებენ ისინი კიდევ ამ გზას. ამ ადამიანებთან ურთიერთობის ფარგლებში რამდენიმე სეგმენტის გამოყოფა შეიძლება. პირველი ბუნებრივი არიან ადამიანები და ჩემი მეგობრები, რომლებმაც გაიზიარეს ჩემი ხედვა, რომლებთან ერთადაც მათ შორის ამ საკითხის მსჯელობისა და განხილვისას მივედით იმ შინაგან დასკვნამდე თუ სად არის სიმართლე, სადაა ჭეშმარიტება და სადაა სიცრუე და მართლაც რომ სამშობლოს ღალატი, თუმცა მეორე მხარეს არიან რა თქმა უნდა ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს და კვლავაც აქვთ სურვილი რომ საპროტესტო მსვლელობებში მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ ისევ ჩემი პირადი მორალური და ჩემი ზნეობრივი შეგნებიდან გამომდინარე, მაქვს ურთიერთმოხმოდის ადამიანებთან, რომლებიც თავადვე გმობენ ამ აქციებზე ძალადობრივი და რადიკალური მეთოდების გამოყენებას. და კვლავაც ეს ურთიერთაზრის პატივისცემის ფარგლებში რჩება, მე უდიდესი მომხრე ვარ გამოხატვის თავისუფლების და სურს აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიის ხარისხისადმი მოდის კრიტიკა და ამ კრიტიკის საფუძვლად სწორედ საპროტესტო აქციები არის მოყვანილი, ეს უბრალოდ შინაარსობრივად არასწორ თანხმედრაში არის და განმარტავ რას გულისხმობ. საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული ძირითადი უფლებები, რომელიც ადამიანს დაბადებიდან გვეკუთვნის და მათ შორის არის გამოხატვის თავისუფლება. დღეს რა პოლიტიკური პროცესებიც ვითარდება საქართველოში, გამოხატვის თავისუფლების იდეალური დემონსტრაცია არის, როგორც თვითონ ოპოზიცია აღნიშნავს, რომ თურმე მთელი წლებია უკვე საპროტესტო მსვლელობები გრძელდება და ასე შემდეგ, წლები როცა საპროტესტო მსვლელობები გრძელდება, როდესაც ხელისუფლება გაძლევს უფლებას, რომ შენი უკმაყოფილება გინდა ლეგიტიმური იყოს, გინდა არალეგიტიმური, ადგე და მაინც გამოხატო. როდესაც გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის ზღვარი ისე დაბლა დაწეული, რომ რამდენიმე ათეულ ადამიანსაც უკვე უფლება აქვს, რომ გზა გადაკეტოს. როდესაც სამართალდამცა უწყესებს და ორგანოებს პირდაპირ მითითება აქვთ, რომ პროვოკაციებს არ აყვნენ, შეურაცხყოფაზე რეაქცია არ ქონდეს, კვლავ ისევ, რომ იმათი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში იყოს ყველაფერი ჩატეული. ამ ყველაფრის არგუმენტად მოყვანა, რომ საქართველოს დემოკრატიის ხარისხი დაბალია, უბრალოდ შინაარსობრივად არის არასწორი. მაგის აღნიშნავს სურს. ძალიან ბევრჯერ გვინახავს თბილისში დიდ გამზირები და ფართო ქუჩები და სადაც მანქანები ყოველდღიურად ისედაც დატვირთულ ქალაქში პიკის საათში მოძრაობენ, რამდენიმე ათეულ ადამიანს გადაეკეტოს და წამყვანი დემოკრატიის ევროპულ ქვეყნებში ასეულებიც არა მაგისთვის და ათასეულებით ზოგჯერ საკმარისია. ამ ხრივ ჩვენთან გამოხატვის თავისუფლება მართლა ძალიან მაღალ სტანდარტზეა აყვანილი, ისე რომ ბევრი სამართალმცოდნე იტყვის, რომ შეიძლება მე მგონი ზედმეტიც არისო რა ახლა. კი ბატონო. რა მოლოდინი გაქვს პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ? ჩემი მთავარი მიზანი პოლიტიკაში ამ პირველი ნაბიჯის შემდგომ არის, რაც შეიძლება მეტი საქართველოს მოქალაქის პიროვნული ნდობის მოპოვება. მე ვსაუბრობ არა მხოლოდ ქართული ოცნების ამორჩეველზე, მე ვსაუბრობ ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება ოპოზიციას უჭერდნენ მხარს, მაგრამ კონკრეტული პოლიტიკოსების ხედვას ან საქმიანობას აფასებდნენ ან მინიმუმ ხედავდნენ და აჟღერებდნენ. ჩემი მიზანი არის, რომ ისეთი პოლიტიკური ნაბიჯები გადავდგა, რომ საქართველოში პირველ რიგში სამოქალაქო საზოგადოებამ გაიაროს, რომ პოლიტიკური პროცესები არ არის დაპირისპირება. ეს არის ხალხთა კონკრეტული ჯგუფის გაერთიანება, რომელიც თავიანთი განსხვავებული იდეოლოგიის საფუძველზე ზრუნავენ ერთ ღირებულებაზე, სახელმწიფოზე, რომელიც თავის მხრივ ზრუნავს ყველაზე მნიშვნელოვან თავისუფალ და ღირსებად დაცულ ადამიანს.
ეს არის ჩემი მთავარი იმედი, რომ შევძლებ ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობით ამ მიზნის მიღწევას და ну, რა თქმა უნდა, ჩემი და არა მარტო ჩემი რამდენიმე ჩემი კოლეგის გვერდში დგომითა და ჩვენი ერთხნად ყოფნით შევძლებთ ახალგაზრდებს დავანახოთ, რომ დრო მოვიდა, რომ პოლიტიკურ პროცესებში თავადვეც აქტიურად ჩავერთოთ, რომ მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს მართვაში და სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ფიგურირებდეს. მიუხედავად თავისი ჩვენსადმი თამხვედრიან საწინააღმდეგო შეხედულებებისა, უმნიშვნელოვანესი არის, რომ ამ პროცესებში ახალგაზრდული სახეები და ახალგაზრდული ინიციატივების სიმრავლე წამოვიღოთ და მოხარული ვარ, რომ ეს ნაბიჯი ერთ-ერთმა პირველმა გადავდგი მათ შორის სხვა ძალიან მაგარ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მიერთდებიან ამ საქმეში. გიფიქრია ისე, აი საკრებულოში შესulis შემდეგ რას გააკეთებთ პირველი? ახალგაზრდები, ანუ ახალგაზრდულ ინიციატივაზე გეკითხებით. საკრებულოში შესulis შემდგომ ადამიანს გეხსნება ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი შესაძლებლობები, რომ კონკრეტული პროექტების ფარგლებში, და პირველი საწყისი ეტაპისთვის რაციონალურად რომ ვისაუბროთ, ძალიან მაგარი პროექტები ჩაატარო, შენი შეხედულებები პირველ რიგში მიიტანო იმ ოთახებამდე, სადაც შეიძლება შენ არ იღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღები პირების ხედან და შემდგომ მოგისმენენ და უკვე შესაძლებლობა გაქვს, რომ თუნდაც თბილისის საკრებულოს ან მუნიციპალურ ორგანოს კომპეტენციის მიღმა არსებული შენი იდეა მიაწოდო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც უკვე ამ იდეის ხორცშესხმას შეძლებს. და ეს ისეთი შესაძლებლობა არის პარალელურად, რომელზეც ბევრი არ საუბრობს. ბუნებრივია, მუნიციპალური საქმეების განხორციელება არის უპრიორიტეტულესი და ჩვენი ერთადერთი და უნიშნულოვანესი საქმიანი მიმართულება არის, თუმცა არსებობს კიდე გვერდითი ბენეფიტები, რომელიც დაგეხმარება შენ კარგი საქმის გაკეთებაში, დაგეხმარება შენ თუნდაც შენი იდეოლოგიისათვის მსახურებაში და ბუნებრივია, შემდგომ საზოგადოებისათვის რაც შეიძლება მეტი სიკეთის მოტანაში. და როგორ ფიქრობ, რა უპირატესობა აქვს ჯენზის? ჯენზი არის და ჩემი თაობის წარმომადგენლები, ჩემი აზრით, ვართ უნიკალური მოდერნულ საქართველოს ისტორიაში ძალიან მარტივი გაგებით. ჩვენ გვაქვს ყველაზე მძაფრი თავისუფლების წყურვილი და ჩვენ გვაქვს ყველაზე მძაფრი საკუთარი შეხედულებებისადმი ერთგულება. ეს მე რასაც ვხედავ ახალგაზრდა ჩვენი თაობის წარმომადგენლისთვის ძალიან რთულია, რომ შენს მატორზე გადმოიყვანო და თავისი შეხედულებები დაავიწყებინო. ეგ რეალურად ცოტა კონფრონტაციაში გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს, წარმოიდგინე, შეიძლება ნახევარი საათით მეტი მოგიწიოს მაგასთან კამათი და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში პიროვნულ დონეზე და უკვე სახელმწიფოებრივ დონეზე ძალიან სერიოზული ბენეფიტი იქნება. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც თავის პრინციპებისადმი არის ერთგული და თავის შეხედულებებს ბოლომდე გაიტანს, ну, რა თქმა უნდა, რაციონალიზმის ფარგლებში და საპირისპირო აზრის პატივისცემის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებების მოტანას შეძლებს შემდგომ მომავალში. ამას ვაფასებ ჩემს თაობაში ყველაზე მეტად. მოკლედ, როგორც ხვდები, მე და შენ თანხმდებით იმაზე, რომ ნებისმიერი ქართველი უნდა იბრძოდეს იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს უფრო კარგად. ხო, ეგრე. მაგრამ არის ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ქვეყანაში ცდილობს მუდმივად იყოს არეულობა. მე ესე ვამჩნევ ყოველ შემთხვევაში, მე არ ვარ იურისტი, არც პოლიტოლოგი, პოდკასტერი ვარ და ესე მარტივად გადმოგცემ და მე შენგან მაინტერესებს უფრო დეტალურად როგორ ამიხსნე ამ ყველაფერს და როგორ წარმოგიდგენია პოლიტიკური ველი, როგორ უნდა გასუფთავდეს ჩვენ ქვეყანაში. ну, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ დემოკრატიული სახელმწიფოს პოლიტიკური ველის გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური პლურალიზმი. ეს გულისხმობს, რომ ამ სახელმწიფოს მოქალაქეებს უნდა გააჩნდეთ პოლიტიკური არჩევანი. უნდა არსებობდეს პოლიტიკურ ასპარეზზე პარტიები, ან პარტიათა ერთიანობა, რომელიც თავის იდეოლოგიებზე დაფუძნებით შექმნიან მრავალფეროვან არჩევანს ამ სახელმწიფოს მოქალაქისათვის, რომ საკუთარი შინაგანი წამსი მათ იდეოლოგიის თანხმედრაში მოახდინოს და შემდგომ არჩევნებზე მისცეს ხმა და ეს პარტია გახდეს მათი წარმომადგენელი. დღევანდელ პოლიტიკურ ველზე სწორედ პოლიტიკური პლურალიზმის არარსებობა არის მთავარი პრობლემა. და ამ პრობლემის საფუძველი სწორედაც რომ ეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არიან და გავმარტავ ჩემს შეხედულებას რატომ. დღეს რაც ხდება, ყველანი ცალსახად ხედავთ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები ერთი მეორეზე ჩადიან გინდ ადმინისტრაციულ სამართალდახელობის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს, გინდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს და საბოლოო ჯამში შესაბამის განაჩენის საფუძველზე თავს ყოფენ ციხეებში და ეს ზოგადი ფონი ისე ჩანს, თითქოს მართველი გუნდი ებრძვის ოპოზიციას, მაგათ ლიდერებს აკავებს და ამით იმყარებს ძალაუფლებას. ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ეს მე მიმაჩნია, რომ არის თვითონ ოპოზიციის მიერ დადგმული სპექტაკლი. რას გულისხმობ ამ სპექტაკლში?
დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი კანონიერი და ლეგიტიმური გზა არის არჩევნები. სწორედ ამ იდეაზე დგას დემოკრატია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია რომ მოვიდეს ძალაუფლების ან მმართველობის სათავეში, უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში და მიიღოს ხალხის მხარდაჭერა. საქართველოში ოპოზიციას ამის ალბათ სურვილიც არ გააჩნია საერთოდ. არანაირ ლოგიკურ და ქმედით ნაბიჯებს არ დგამენ იმ მიმართულებით, რომ დემოკრატიულ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა, არჩევნებში თავისი რეიტინგი გაზარდონ და მართლა ხალხის ნდობის საფუძველზე მოიპოვონ ხელისუფლება. ამის ნათელი მაგალითი არის თუნდაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ლევან ხაბეიშვილის დაკავების საქმე, რომელზეც არაერთხელ გააჟღერა ოპოზიციურმა მედიამ, რომ ეს არის მმართველი გუნდის მცდელობა, თითქოს სურთ, რომ ოპოზიციური პარტიები ამით შეასუსტონ. თავიდან ბოლომდე სიცრუე არის. სისხლის სამართლის კოდექსში თეთრზე შავად არის გაწერილი 317 მუხლში, პირველ ნაწილში. სიტყვა ასე წერია, რომ საჯარო მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ ისჯება 1-დან 3 წლამდე. და ამათი სპეკულირება, რომ ეს დამხობა იქნება შვიდობიანი, ეს დამხობა იქნება ჯანსაღი, ლამაზი, კულტურული თუ საამაყო, აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს. კანონს აქვს თავისი ენა, ეგრეთ წოდებული და კანონის ენაზე დამხობა არის დამხობა. იმავე მუხლში მაგალითად ასევე წერია კონსტიტუციური წყობილების შეცვლისაკენ მოწოდება, მაგრამ მას წინსართი აქვს. ძალადობრივი გზით შეცვლისაკენ მოწოდება. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უკვე კანონმა დამატებითი ზეცართავის სახელი შემოიტანა, რომ შენ კაი გაქვს უფლება, რომ მოდი კონსტიტუციური წყობილება შევცვალოთ და მაგაზე მსჯელობის საკითხი დააყენო და ასე შემდეგ თუნდაც მოწოდება გააკეთო, თუ ეს ძალადობრივ ელემენტებს არ შეიცავს. ძალადობრივზე უკვე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მიიღება. ამ შემთხვევაშიც დამხობისკენ მოწოდებას რაიმე ზეცართავი წინსართი რომ დასჭირვებოდა, ბუნებრივია იგივე მუხლზე ვსაუბრობთ და იქაც ეწერებოდა. რადგან არ წერია, ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი მოცემულობა. საჯაროდ მოვუწოდებთ ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს, რომ მოდი ხელისუფლება დავამხოთ, ჩვენ სისხლის სამართლის წესით ვაგებთ პასუხს. რისთვის სჭირდება ეს ოპოზიციას, ხო, ჩემი აზრით, ეს არის იმისათვის, რომ დადგან ასეთი სპექტაკლი და შექმნან ასეთი სცენა და შეხედულება, თითქოს მმართველი გუნდი ოპოზიციურ ლიდერებს უბრალოდ ყველას ერთი მეორეზე იჭერს. და ამით პირველ რიგში ჩვენ საზოგადოებას ატყუებენ, რომ აი თურმე კეთილშობილური ოპოზიციული ლიდერი სამშობლოს გამო ციხეში აღმოჩნდა და მეორე მხრივ ეს ხომ საერთაშორისო ფონზეც გადის. ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობარი ქვეყნები ხედავენ ამას და სწორედ ამ საზოგადოების მოსატყუებლად არის გადადგმული ეს კონკრეტული ნაბიჯები. აგერ ნათელი მაგალითი არის ელენ ხოშტარია პირდაპირ და დაუმალავად განზრახ ჩაიდინა დანაშაული და შემდგომ პროკურატურის პრაქტიკით იშუამდგომლეს, რომ გირავთი გავუშვათო. გირავ დაუწესდა მე მგონი 5000 ლარზე, არ გადავიხდიო. ვიჯდები ციხეშიო და მე გამოვა თავადაც და მისი პარტიის წევრები და იტყვიან, რომ ელენ ხოშტარია ყოფილა თურმე პოლიტპატიმარი ადამიანს მგონი ეხვეწებიან, გადაიხადა წადი აქედან ტყუილა ადგილს იკავებ. ასეთ სიტუაციაში მიმაჩნია, რომ რაც უფრო გულწრფელი იმედი მაქვს, რომ რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო გაჯანსაღდება ოპოზიციური ველი ახალი სახეებით. დარწმუნებული ვარ, არც ერთ მმართველ გუნდს არ უნდა სუსტი და ასეთი ავად განწყობილი ოპოზიცია. იმიტომ რომ ჯანსაღი ოპონირება პოლიტიკურ ველზე პირველ რიგში შენ გეხმარება, პირველ რიგში შენთან ეს პოლიტიკური და ჯანსაღი პოლიტიკური დებატები გეხმარება, რომ სწორი მიმართულებით წარმართო შემდგომ შენი სამომავლო საქმიანობა, სწორი მიმართულებით გაანალიზო რაღაც კონკრეტული საკითხები და ამ სხვადასხვა შეხედულებების გამოხატულების შედეგად შეჯერდა ერთ კონკრეტულ აზრზე, რომელიც არამხოლოდ შენია, არამედ ჯანსაღი დიალოგის შედეგად არის ხალხთა კონკრეტული ჯგუფის მიერ მიღებული და ამას ამ ეტაპზე საქართველოში სამწუხაროდ ვერ ვახცევთ. მაგრამ მაინც საიმედო ნაბიჯია ძლიერი საქართველოსა და გახარიას პარტიისგან არჩევნებში მონაწილეობა. ის ცალკე მარაზმი არის, რომ არა საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმური იყო, მაშინ ცესკო არ მოგწონდა. ეხა თვითმმართველობაში თუ მოვიგებთ ცესკო უკვე მოგწონს, ოღონდ საპარლამენტო ისევ არ მოგწონს, მაგრამ ეხა თუ წავაგებთ ცესკო კიდევ თვითმმართველობაშიც არ მოგწონს. ეს არასერიოზულია რა. რა თქმა უნდა. შენ და შენი უცხოური განათლება. მე გვაინტერესებს და გისმენ. მოკლედ პირველ რიგში აღნიშნავდი გათვლით პროგრამის ფარგლებში ესპანეთში სწავლას ვიგოს უნივერსიტეტში. ეს იყო 2024 წლის შემოდგომის სემესტრი, სადაც 6 თვე გავატარე ევროკავშირის სამართლის ფაკულტეტზე.
მაქამდე შედარებით უფრო მცირეხნიან პროექტებში მაქვს მონაწილეობა მიღებული ისეთ ქვეყნებში, როგორც არის ჩეხეთი, დანია და ხორვატია, სადაც ვსწავლობდი სამართლის სხვადასხვა მიმართულებებს, როგორიცაა სახელშეკრულებო სამართალი, ბიზნეს სამართალი, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სამართლებრივ სისტემაში და ასე შემდეგ. ასევე რამდენიმე ხნის წინ დავასრულე ჰარვარდის სამართლის სკოლის დისტანციური კურსი საავტორო სამართალში და ზოგადად უნივერსიტეტში რო ჩავაბარე, პირველი რჩევა ის მივიღე, რომ განათლება არასდროს არ არის საკმარისი და ის ცოდნა და ის რესურსი, რასაც ჩემი სასწავლო დაწესებულება მაძლევს, შეიძლება რაღაც კონკრეტულისთვის საკმარისი იყოს, თუმცა წინ წასვლა არასდროს არ იქნება ზედმეტი და პირველივე კურსიდან მოყოლებული აქტიურად ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება მეტ პროექტში მიმეღო მონაწილეობა, რაც შეიძლება მეტ გაცვლილ პროგრამაზე გამეგზავნა აპლიკაცია და საბოლოო ჯამში ეს რამდენიმე პატარ-პატარა ნაწილებისაგან ერთი დიდი ბაზა შემექმნა იურისპრუდენციაში. და როგორ ფიქრობ, რომელი კონსტიტუციაში უფრო დაცულია ადამიანის უფლებები? ქართულში თუ ბრიტანულში? ეს არ არის ისეთი სწორი შეკითხვა, ცოტა trick question არის. ბრიტანეთს არ აქვს კონსტიტუცია, ბრიტანეთი ცნობილი არის, რომ დაუწერელი კონსტიტუცია გააჩნია და ზოგადად ბრიტანეთი, ამერიკა და ავსტრალია არიან პრეცედენტული სამართლის ქვეყნები, როდესაც ჩვენ გერმანია და საფრანგეთი ვართ კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნები. რას ნიშნავს ახლა ეს პრეცედენტული სამართალი? ეს არის, როდესაც სასამართლოს აქვს უფლება მოსილება, მარტივად რო ვთქვათ, შექმნას კანონი. და ეს კანონის სახელი კი არ ერქმევა, ამას ერქმევა შემდგომ პრეცედენტი, მაგრამ აქვს ანალოგიური ძალა, როგორც კანონს. საქართველოში პარლამენტი ან შესაბამისი დელეგირებული საკანონმდებლო უფლებამოსილების მქონე ორგანო წერს ქცევის სავალდებულო წესს, რომელსაც ჩვენ კანონს ვეძახით და შემდგომ ყველა სამოქალაქო საზოგადოებრივ დაწყებული იურიდიული პირები და ორგანიზმების დამთავრებული მიუყვებით ამ წესებს. ანგლოსაქსურ სისტემაში ცოტა განსხვავებულად არის. იქ შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებამ შექმნას პრეცედენტი, რომ რაღაც ასე უნდა გაკეთდეს და შემდგომ უკვე სავალდებულო არის, რომ ამ პრეცედენტს მიყვეს საზოგადოებაც. და შემდგომ სასამართლოებმაც, როგორც კანონს ითვალისწინებენ, ისე გაითვალისწინონ სხვა სასამართლოს მიერ აქამდე დაფიქსირებული პრეცედენტი. და კარგი იურისტი როგორი უნდა იყოს? კარგი იურისტი, სამართლის სფეროს გააჩნია, გულწრფელად რო გითხრა. ძალიან ზოგადად გამოვყოფ სისხლის სამართალში ვიტყვი, რომ ადვოკატი როგორი უნდა იყოს ჩემი აზრით და ვიტყვი როგორ უნდა იყოს სამოქალაქო ადმინისტრაციულში იურისტი. ადვოკატი უნდა იყოს არამხოლოდ კარგად განათლებული იურისტი. ადვოკატი უნდა იყოს განსაკუთრებული სპეციფიკის მქონე ადამიანი, რომელსაც მენტალიტეტში აქვს ეს ბრძოლის უნარი. ძალიან ბევრ მაგარ იურისტს ვიცნობ, ვისგანაც მომისმენია, რომ მე ადვოკატობა არ შემიძლია რა. აქვს მთელი საკანონმდებლო ბაზა, შესაბამისი განათლება, მაგრამ ადვოკატობა კიდე ცალკე სხვა პროფესია არის, რომელსაც ასე მარტივად ვერ ადგები და ვერ ისწავლი. შენში უნდა იყოს ეს სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლის სურვილი, რომ შენი ვისაც წარმოადგენ იმის უფლებები ისე დაიცვა, როგორც შენი საკუთარი. როდესაც მეორე მხრივ კარგი იურისტი ცოტა სხვა სპეციფიკის საქმეებზე მუშაობს და მან თავარი არის გამჭრიახი გონება, დეტალებზე ორიენტირებულობა, რაც ჩემი აზრით მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის. ერთი ჩემი ძალიან საყვარელი ლექტორი ამბობდა, რომ ეშმაკი დეტალებში იმალებაო. და უნდა შეეგუოს, რომ ღამით ძილი სხვა საზოგადოებისთვის არის რა. კი ბატონო, გასაგები. ჰობი მინდა რომ გითხო რა არის შენი ჰობი? ჰობი ბევრი მაქვს, ისეთი საინტერესო რომელია, აბა რომელს გამოყვეთ? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფეხბურთი უნდა ვახსენო, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების და ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი ნაწილი ალბათ ფეხბურთი იყო. რომელ გულშემატკივრად? ატლეტიკო მადრიდის ერთგული გულშემატკივარი ვარ, კი. ფოტოშორის მადრიდში ამბობენ ნამდვილი გულშემატკივრები? ნამდვილი მადრიდის მოქალაქეები ატლეტიკოს მხარდამჭერები არიან, კი ბატონო. უცნაური რა, საიდან რაღაც უფრო მუშათა კლასთან ასოცირდება და უფრო პატიოსნებასთან და აი შრომის მოყვარე ხალხთან, როდესაც რა თქმა უნდა რეალ მადრიდის კარგი გულშემატკივარიც ვარ ამავდროულად, ეს მაგათ დერბიზე ატლეტიკოს უჭერ ხარს, მაგრამ ასე დერბისეული საგიჟეთი ჩემ მხრივ არ ხდება. საყვარელი ფეხბურთელი ვინ ყავს? საყვარელი ფეხბურთელი ორნაირი პასუხი მაქვს. 2016-ის ანტუან გრიზმანი. და კრისტიანო რონალდუ როგორც ზოგადად სპორტსმენობისა და мотиваციისა და პიროვნული ეტალონი რა ასე რომ ვთქვათ. გეტყობა რომ მადრიდისტა ხარ. ბევრი ჰობი მაქვს საინტერესოა და.
კი, სრიალის ძალიან დიდი მოყვარული ვარ, ალბათ 5 წლის ასაკიდან ზამთარი არ გამომიტოვებია რომ არ მისრიალოს, თავიდან თხილამურებზე დავიწყე, მამაჩემმა რომ დამაყენა, ისეთი პატარა ვიყავი რომ მე მგონი ჩემი ზომის თხილამურიც არ ქირავდებოდა იქ საერთოდ და მე სადღაც 9 წლის ასაკში სნოუბორდი ვცადე და იქიდან მოყოლებული სნოუბორდზე ვსრიალ. კი. სრიალზე სიგიჟემდე შეყვარებული ადამიანი ვარ და გუდაური არის ჩემთვის სასწაული დესტინეიშენი რა. დილას ავდივართ ხოლმე სრიალებთ და არ ვრჩებით ეგრევე ჩამოვდივართ, მე შემდეგ დღეს კიდე ავდივართ, კიდე ჩამოვდივართ. ვიღოთ მე თხილამურებით სრიალი მიზიდავს, სნოუბორდის მეშინია რატომღაც არ. სხვა შორის თხილამურით მოსრიალები ჩაგრავთ სნოუბორდის მოყვარულებს და იცი რატო? გუდაურში ხო რამდენიმე სხვადასხვა სახის ბიგელია, ღია რომელიც არის, სადაც ფეხი უნდა შემოდო. სულ გლანძღავთ რომ დიდ სივრცეს იკავებთ. კი ბატონო. ეგ არის უსამართლო. ჩვენ რა დავაშავეთ რომ ჩვენზე არ არის ადაპტირებული და შესაძლებლობის დაგვარად ვსრიალებთ და თქვენგან მოდის ეს ნეგატივი რა. მაგის ბრალი არ არის. იმიტომ რომ ჩვენ გვიჭირს სნოუბორდით სრიალი, მაგიტო გეუბნები და გშურს ან ზუსტად. ოღონდ კეთილი შური. კარგია რომ გულწრფელი ხარ, ზაბა. მეთქი არ ვიტყვით თქვენ არ გვინდა მეთქი. და თავისუფალ დროს რასაკეთებ ხოლმე? თავისუფალ დროსაც არ მაქვს ასე ერთგვარი პასუხი. ზოგადად მიყვარს რაც შეიძლება მეტი ინტერესი. შემოთვალე სულ სწავლობს ავარაუდოდ. კი, სწავლას ძალიან დიდი დრო მიაქვს ჩემი თავისუფალი დროისა, თუმცა რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მეგობრებთან ურთიერთობაც არის ერთ-ერთი ჩემი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. და ზოგადად გვაქვს აი საყვარელი ადგილები, რაღაც კონკრეტული პარკები და კაფეები, სადაც ვიკრიბებით ხოლმე და ასე შეგვიძლია უბრალოდ ჩამოვსხდეთ რამდენიმე საათით, ვისაუბროთ, რაღაცა ის ამბავს მოყვება, ის იხუმრებს და აი არაფერი განსაკუთრებული რა, აი უბრალოდ ჩვენთვის ყველა ერთად ვხედავთ და საუბრობთ რა, როგორც ხდება ხოლმე. მეორე მხრივ ძალიან ამ ბოლო დროს მით უმეტეს ამ მიმდინარე მოვლენების ფონზე ცოტა მიჭირს, მაგრამ კითხვა არის ჩემთვის და ლიტერატურა არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. შენი საყვარელი წიგნი რომელია? სამეცნიერო ლიტერატურაზე თუ საუბრობთ, ვიტყვი Homo Deus და Hans Kelsenis სამართალი და სახელმწიფო, ეს ძალიან მოსაწყენი და ძალიან დარგობრივი წიგნი არის, ამიტომ თუ ვიღაცა იურისპრუდენციაზე არაა შეყვარებული, არ ვურჩევ რომ წაიკითხოს, უბრალოდ არ მოეწონება. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, უცხოელ მწერლებში გამოვარჩევდი ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელს, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სასწაული ნაწარმოები არის, რასაც გავცნობი ვარ ცხოვრებაში და ქართულ ლიტერატურაში ქართული ლიტერატურა ძალიან რთულია სასაუბროდ რა გამოყოფას რთულია. გამოყოფა და ასპექტარიზაციაც ძალიან რთულია. როგორ მივუდგე მოდერნისტულში, აკა მორჩილაძის ფალიშვილის ქუჩის ძაღლები ალბათ სასწაული ნაწარმოები არის. ცოტა მაინც მოდერნიზმში რო დავჭეთ, მაგრამ უკან წავიდეთ, ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობები უბრალოდ ერთი მეორეზე უკეთესია. იუპიტერის სინანულს გამოვარჩევდი. გურამ დოჩანაშვილიც ამავდროულად კიდე ცოტა უკან რო წავიდეთ, მერე კიდე შეგვიძლია ვასილ ბარნოვის ტრფობა წამებული ვახსენოთ, სასწაული ნაწარმოებია, რომელსაც ძალიან ბევრი თანაკვეთა აქვს დიდოსატის მარჯვენასთან და ძალიან მაგარი არის, როდესაც ეს ორივე რომანი შეგიძლია ერთმანეთს შეადარო და საერთო ასპექტები ნახო ერთი და იგივე პრობლემებისა და საკითხების ისტორიის სხვადასხვა ეპოქებში და მოკლედ ქართული ლიტერატურა ის ძალიან საყვარელი და ძვირფასია ჩემთვის. ფილმებს უყურებ? ფილმების დიდი მოყვარულიც ვარ ამავდროულად. ვარ რომელ ფილმს გამოვარჩევდი თუ დაემთხვევა ჩვენი შეხედულება? უდავოდ პირველად დავასახელებდი, აი ძალიან კაცრად ვიტყვი, უდავოდ პირველი ჩემთვის არის უკანასკნელი სამურაი. შემდგომ ვიტყოდი ტომ კრუზი რო თამაშობს. ძალიან ემოციურად დამტვირთველი და საინტერესო ფილმია. ცოტა გრძელი, მაგრამ აბსოლუტურად ღირს. ეშმაკის ადვოკატს გამოვარჩევდი, რომელიც უბრალოდ ფენომენური ფილმია, ალ პაჩინო და კიანუ რივზი უბრალოდ სასწაულ შესრულებას დებენ და მესამე ადგილზე ცოტა რთულია. ვიტყოდი ან მე-20 საუკუნის ქალები, ან ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო. მაინც შენს პროფესიასთან არის ახლოს ყველაფერი დაკავშირებული. მე ვიცი, ხელოვნებასთანაც ახლოს ხარ. და გიტარას უკრავ. კი. ვინ არის შენი საყვარელი გიტარისტი ესე ვთქვა? ჩემი საყვარელი გიტარისტი უდაოდ არის ჯიმი პეიჯი. აუცილებლად უნდა ვახსენო ჰენდრიქსი და სლეში, მაგათ ხსენების გარეშე არ გამოვა და აი ცოტა controversial აზრი არის, იმიტომ რომ უშუალოდ როგორც გიტარისტი არ გაითქვა სახელი, მაგრამ თავის ნაწარმოებებს გიტარაზე წერდა. ვარ კურტ კობეინის უდიდესი ფანი და ზოგადად ნირვანასი.
და ბევრი დაცინვა წამოსულა ჩემკენ რომ გიტარისტების დიალოგში როგორი დიდებული მუსიკოსიც არ უნდა იყოს კურტკობეინი არ უნდა ახსენო, მაგრამ იმ დონეზე მიყვარს როგორც პიროვნება, როგორც მუსიკოსი, ის ცხოვრებისეული სირთულეები რაც გამოიარა და ის ტრაგიკული დასასრული რაც ქონდა კიდე იმდენ საკითხზე შეიძლება დამაფიქრებელი იყოს რომ აი ვცდილობ ყველგან ჩავაკვე ხო რა მუსიკას რაც ეხება საყვარელი სიაში უეჭველი კურტკობეინი არის ერთ საინტერესო ისტორიას მოვყვები გიტარას დაკვრა დაიწყე როდესაც ვიყავი 8 წლის ბაბუაჩემი იყო კომპოზიტორი მუსიკოსი და ზოგადად ხელოვნების დარგში აქტიურად მოღვაწე უზომოდ ნიჭიერი და განათლებული ადამიანი რომელსაც ძალიან უყვარდა გიტარა. მთელი გიტარების კოლექცია ჰქონდა სახლში, როცა ვსტუმრობდი ხოლმე, პატარა ვიყავი და სულ თამაშობდი და სულ რაღაც მეჩხუბებდნენ, რამე არ გაუფუჭო, რამე არ გაუფუჭო და ერთ დღესაც რომ ნახა ბაბუაჩემ რა მიზიდავდა რაღაც გიტარის ფორმა, ხელში ჭერა მიყვარდა რაღაცა, გადაწყვიტა რომ ესწავლებინა ჩემთვის დაკვრა, მაგრამ პრობლემა რა იყო? ვიყავი ძალიან პატარა, ასაკითაც და შესაბამისად ტანითაც და უბრალოდ თითები არ მეტეო, თითების ზომა არ ყოფნიდა რომ გიტარაზე დამეკვრა და ძალიან გული დაწყდა, ძალიან უნდოდა რომ დაკვრა მესწავლა და ერთ დღეს რომ ისე ვესტუმრე ბებიაჩემს და ბაბუაჩემს, ასე მხვდება თავისი ხელით გამოთლილი პატარა 6-მიანი გიტარით, რომელიც აი ისე ძალიან რთულად არის აწყობილი, რომ ეტყობა რომ ხელით ნამუშავები არის და რაღაცა და აი მაგ პატარა გიტარით დავიწყე დაკვრა და მაქიდან მოყოლებული ისე უზომოდ შემიყვარდა გიტარა და ზოგადად მუსიკა, რომ უკვე მე თვითონაც ყოველდღიურად უკრავდი, რეპეტიციებდი და დღემდეც ვაგრძელებ და ახლა ბაბუაჩემის გიტარების კოლექციას თავად ვაგრძელებ და ჩემი საყვარელი გიტარა დღემდე ეგ პატარა ხის გიტარაა, რომელსაც ყველაზე მეტად ვუფრთხილდები და ყველაზე მეტად მიყვარს. მოდი ხელოვნებას გავუმარჯოს. ხელოვნებას გავუმარჯოს. გადაცემის დასასრულში გვაქვს რუბრიკა ტოპ 5. მე მაინტერესებს შენი ტოპ 5 მიზანი. მიზანი თუ სურვილი და მიზანის როგორც შენ კიდე ეგრე დაალაგე. აი ეს არა მარტივი ტოპ 5 რაღაც გონია რომ ეს რუბრიკა ყველაზე რთული მე შემხვდა ასე უეცრად რომ მომაფიქრდეს. ნუ პირველი გონების წვერზე რაც მიტივტივდება რა თქმა უნდა არის ის რომ ჩემი წვლილი შევიტანო ჩემი თავის წარმომადგენლებთან ერთად ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნებაში და ჩვენი სამშობლოს გაერთიანებაში. მეორეც მსგავს იდეას ემსახურება რომ ჩემი რაც შეიძლება დიდი წვლილი შევიტანო ჩვენი სამშობლოს ზოგად კეთილდღეობასა და წარმატებასა და განვითარებაში. მესამეს ცოტა პირადულს ვახსენებდი რომ ჩემი მიზანია რომ შევქმნა ისეთი ოჯახი და გავხდე ისეთი მშობელი როგორიც ჩემთვის მამა ჩემი იყო მის მაგალითზე ვისწავლო და არა დავემსგავსო ან არამედ მისი ნახევარი ადამიანი კაცი ან პიროვნება მაინც ვიყო და პირველ რიგში მშობელი ჩემი შვილებისათვის. მეოთხეს ვახსენებდი რომ ჩემი თავარი მიზანია რომ ჩემი ცოტა რთულად გადადგმული და სირთულეებით სავსე გზით, სგავლით შემდგომ ახალგაზრდებს ვაჩვენო რომ მათაც შეუძლიათ ქმედი ნაბიჯების გადადგმა და დრო არის რომ კონკრეტული ინიციატივები საკუთარ ხელში აიღონ და თუნდაც ჩემი თანმხვედრი ან საპირისპირო აზრით გადადგან ეს ქმედითი ნაბიჯები და დასასრულ ეს მიზანი რა ცოტა სურვილი არის ჩავაკვეხებდი რომ უდიდესი სურვილი მაქვს რომ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვოს საგზური მსოფლიო ჩემპიონატზე და ანუ იმის იქით უკვე ჩემპიონატზე რა მოხდება მაგაზე პრეტენზია აღარ მაქვს რასაც შეძლებენ ბიჭები გვაჩვენონ და რა თქმა უნდა მარტო ფეხბურთს არ ეხება ნებისმიერ სპორტის დისციპლინას მაგრამ როგორც ფეხბურთის მოყვარული ყველაზე მეტად ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთის გუნდი გამიხარდება. ძალიან კარგი ტოპ 5 იყო. გეთანხმები და მომწონს თავარია რომ ახალგაზრდები ესე ფიქრობენ ჩვენი ტოლა ადამიანები და მე მინდა წარმატებები გისურვო. ძალიან რთულ გზას შეეჭიდე ესე ვთქვათ და დიდი ნუგეში რაც თავარია მეტი ფსიქოლოგიური მომზადება და გამძლეობა მინდა გისურვო და მე მაქვს იმედი რომ ჩვენნაირი ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრ კარგ რაღაცას გააკეთებენ. მადლობა. წარმატებები. წარმატებები. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ლუკა ძაძამია.